მოგესალმებით მეგობრებო და დღეს ვისაუბრებ მე ანტიქრისტესთან დაკავშირებით, ანუ რელიგიურ თემაზე ვისაუბრებ. ანტიქრისტესთან დაკავშირებით ბევრი ვიდეოები არის ხოლმე, ვინ იქნება ანტიქრისტე, განხილვა თუ როდის მოხდება, რა მოხდება და ასე შემდეგ. და მე ახლა ვისაუბრებ ჩემი აზრით ვინ შეიძლება რომ იყოს ანტიქრისტე და ეს იმას არ ნიშნავს რომ ის 100%-ში ანტიქრისტია ან რაიმე შეიძლება არ იყოს ის ანტიქრისტე, მაგრამ ბევრი რამე ემთხვევა ბიბლიიდან გადმოცემული აპოკალიფსისიდან, რომ ანტიქრისტე შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელსაც ახლა მე განვიხილავ, რომელიც ქართველი იუთუბერებსაც აქვს განხილული, აი ჰიტას აქვს განხილული, უცხოსაც აქვს განხილული და ასე შემდეგ და ეს არის მისტერ ბისტი იუთუბერია ესეც ამერიკელი. მისტერ ბისტი ახლა განვიხილოთ აი ეს მისტერ ბისტი თუ როგორ შეიძლება რომ ეს იყოს ანტიქრისტე. ანუ ანტიქრისტე მეგობრებო, ახლა წარმოდგენით, ბევრი წარმოდგენით ეს შეიძლება იყოს წარმოდგენით უნდა იყოს პრეზიდენტი, უნდა იყოს ანუ რაღაცა ქვეყნის მმართველი, უნდა იყოს დაუშვათ ბიზნესმენი და ასე შემდეგ. რაც ეს ადამიანი ჯერჯერობით კრიტერიებს არ ემთხვევა, მაგრამ არც ბიზნესმენია და არა არც დაუშვათ პრეზიდენტია. 379 მილიონი გამომწერი ყავს, ანუ ყველაზე ბევრი ყავს, მე მგონი ამას YouTube-ში და მილიარდერი არის ალბათ რა, ძალიან დიდ კორპორაციასავე აქვს გაკეთებული. 60 არხი აქვს რა, 60 არხი აქვს და ერთდროულად მისი დადებული ვიდეოები იდება ამ არხებზე, გამოდის და იღებს საქველმოქმედო ასე ვთქვათ მოღვაწეობას ეწევა. დაუშვათ ხალხს ეხმარება რაღაცა ასეთ რაღაცებს აკეთებს რა. ხო და ახლა რომ დავიწყოთ იმაზე საუბარი, თუ როგორ შეიძლება რომ იყოს ეს დაუშვათ ანტიქრისტე. მისტერ ბისტი მეგობრებო, ბისტი ნიშნავს მხეთს. ანუ ბიბლიაში წერია რომ მხეცი უნდა იყოსო რა, მხეცი უნდა ერქვას მას სახელიო. ანუ მხეცი აქვს დარქმეული მის არხს, რომელიც მან შექმნა 12 წლისამ. წმინდა მამების გადმოცემით პატარა ბავშვის სხეულში, ანუ რო დაიბადება ის ანტიქრისტე არ იქნება, 12 წლის გახდება და მაშინ მის სხეულში შევა ანტიქრისტე და დაიწყებს მოქმედებას. ან 12 წლისა ქმნის იქმნებს რატომღაც მხეცს. სინამდვილეში ხეცი არ ქვია, სინამდვილეში კარლსონ რაღაცა სახელი და გვარი აქვს, ახლა ზუსტად ინტერნეტში გუგლში უნდა ჩაწერა და მის სახელი და გვარი თუ რა ქვია. აი მაგასაც გავარკვევ. თუ რა ქვია და ვიტყვი მე რა ვიდეოს გადაღებისას ან საუბრისას. ხო და რო არ გამექცეს ახლა აზრები რომ ვილაპარაკო რა, თუ რა დამთხოვებები არის. კი ახლა ამას შეეძლო დავუშვათ რომ ცოდნოდა რომ ბიბლია არის. ესე იგი ესეთ ღვთის სიტყვა ბიბლია არის და პოპულარობა რომ მოეპოვებინა იმის მიხედვიდან გამომდინარე, რაც ბიბლიაში წერია ანტიქრისტეზე, იმას აკეთებს სპეციალურად. შეიძლება რომ ასეთიც იყოს და პოპულარობას აღწევს მაგით. მაგრამ ამის პოპულარობა იმით არ არის, რომ ბიბლიის პერსონაჟს ემთხვევა, ანუ ანტიქრისტეს ემთხვევა, ანუ ამას გამომწერები ყავს სხვა მხრიდან. არა მართლა არა ქრისტიანები ყავს, მე მგონი უფრო იმიტომ რომ რაც ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ მე პირადად არ მყავს გამოწერილი და არც გამოვიწერებ. რადგანაც მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს იყოს ანტიქრისტე. ხო, ანუ ეს 12 წლისა ხდება, იწყებს ამას გადაღებას და ბევრი ისტორიები აქვს. მე თქვენ შეგიძლიათ მე აი ხიტასაც უყუროთ, უსმენთ აგიც კარგად ახსნის ხოლმე ამ სიტუაციას ამასთან დაკავშირებით და აი ჩემი განხილვიდან ახლა მე ჩემი რაღაც დასკვნებიც მაქვს ზედან გავატებული. ანუ მე ჩემი დასკვნებიც მაქვს და გამოანგარიშებული რაღაცები მაქვს რა, თუ როგორ შეიძლება რომ იყოს ის ანტიქრისტე. ხო და ესე იგი ეს ადამიანი რას აკეთებს ახლა? წინა წერილებიდან ბევრი წინა წერილებიდან არის ნათქვამი რომ წინა მამები ამბობენ რომ აი ის გააკეთებს ისე ზუსტად როგორც იესო ქრისტე აკეთებდაო.
მაგრამ იესო ქრისტე რა თქმა უნდა ღვთიურად აკეთებდა და ის იყო სრული ღმერთი და სრული ადამიანი და ეს აკეთებს ადამიანურად, ანუ იმეორებს ქრისტეს განაკეთებებს, ანუ თავი დაიმარხა, 3 დღის მერე ამოვიდა, ანუ მოკვდა და აღდგა, რომ მას კითხო. მერე ეხმარება ქორებს, ანუ 1000 ადამიანს გაუხილა თვალი, ოპერაციებში გადაუხადა ფული. აფრიკაში ჭები გააკეთა, წყალი მოიყვანა ადამიანებს. პატარა რო იყო ეს, პატარა რო იყო. ანუ მე რასაც ვამბობ ამ ადამიანთან დაკავშირებით და თუ თქვენ დაგაინტერესდათ რომ არ სიმართლე ვთქვი თუ არა, მე ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებთან დაყრდნობილ სიტყვებს. ამ ადამიანთან დაკავშირებით, რაც ინტერნეტში მოძებნე მოიპოვეს, ხებს მოусმინე თუ რაღაცა და იქიდან გამომდინარე ლაპარაკობ რა. იქირავა ეკლესია თუ იყიდა თუ ააშენა, არა ააშენა, რომელიღაცა ეკლესია იყიდა თუ იქირავა, არ ვიცი, ჩამოხსნა მან და პატარა რო იყო, ჩამოხსნა ხატები და მისი სურათები ქონდა დაკიდული და რამოდენიმე ხანი ეკლესიაში ცხოვრობდა. ხოდა მერე გამოვიდა, ეკლესიიდან გამოვიდა მერე და დაიწყო იუთუბერი იყო უკვე და მაშინ შევიდა თუ მერე დაიწყო, არ ვიცი, ნუ ეს ისტორიაში არის. ესე იგი ბიბლიაში წერია რომ ის უნდა იყოს ებრაელიო, ამიტომ YouTube იმაში ინტერნეტში არ არის არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის მისი мама. და დედა მას ყავს სუზანა ყავს დედა, მარტო დედაა ცნობილი და მამამისთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არის რა ამ ადამიანთან მიმართებაში. ხო. ესე იგი ეკლესიაში ცხოვრობდა, ამ ქველმოქმედებებსაც აკეთებს, აი ამ ყველაფერს ეხმარება ხალხს. ანუ ბევრი ვიდეოები აქვს რა, რო შეხედო აი რა ეს აკეთებს რა. რა ვიცი, ისეთ რაღაცებს აკეთებს, რო შეხედო, ატარებს რაღაც და თამაშებს, აი ჩანს რა მისტერ ბისთან დაკავშირებით. თამაშებს ატარებს, მერე ხალხს ფულობს, ჩუქნის ძალიან დიდ თანხებს, მილიონობით დოლარს. ქირაობს აეროპორტებს, ქირაობს, რა ვიცი, რაც დაჭირდა, აი ნახე, რამდენი ხალხი ყავს, სტადიონებს ქირაობს, აი ფულებზე დგას და არიგებს მერე ამ ფულებს. ამ პირამიდაშიც იყო, აი ამ ბოლოს აქ ვიდეო პირამიდაში რამოდენიმე დღე გაატარა. ნუ და ასეთ საქველმოქმედო რაღაცებს აკეთებს და ანუ წინა მამების წერილებიდან არის რომ საქველმოქმედი იქნება ჯერო. ხო და ეს თვითონ ამბობს რომ მე პოლიტიკაში უნდა არა ამბობს რა თქვა აქ არის ფაქტი ინტერნეტში რომ მან ამბობს რომ მე პოლიტიკაში უნდა მოვიდეო. ანუ მისი დრო აქვს როდის უნდა მოვიდეს, მან რატომღაც იცის ეს. ალბათ. ნუ ახლა რომ გავსაზღვროთ რა და გამოვიანგარიშოთ რა. ეს არის დაბადებული 1998 წელს. ანუ 1998 წელს 1998 წელი რო გავყოთ 3-ზე გამოდის 666, ანუ 3-6-იანი. 1998 წელს არის დაბადებული. ამჟამად არის 26 წლის. ტრამპი გახდა ახლა პრეზიდენტი ამერიკის. ანუ ეს არის 26 წლის, ანუ ახლა გამოანგარიშებით როგორ ემთხვევა უყურეთ. ტრამპი ამთავრებს ბოლო პრეზიდენტობის, ანუ ამერიკაში ორჯერ შეიძლება მე როგორც ვიცი, 4 წელი რო იყოს პრეზიდენტი, ამ პირველი 4 წელი ტრამპი იყო, მერე იყო ბაიდენი, ახლა ისე ტრამპია. 2030 წელში ამთავრებს პრეზიდენტობას ტრამპი და ეს ზუსტად 2030 წელში იქნება 30 წლის, ანუ ქრისტენ ქადაგება დაიწყო 30 წლისა და 33 წლის ის ჯვარსაცვეს და ჩვენს შეცოდების გამოსასყიდლად მან ჯვარს ეცვა და აღდგა, ნუ ის რელიგიურია და ბიბლია აქვს წაკითხული და ყველაფერი იცის, ხო? ხო და ანუ ეს ადამიანი, ესე იგი 30 წლის ხდება მისტერ ბისტი ტრამპის წასვლის დროს, ანუ რომ მიდის და თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლა და ამერიკის პრეზიდენტი გახდება, უკვე ძალაუფლებას თესოფლიოს შეიძლება მოიპოვებს, მაგრამ მან უნდა აშენოს, ანუ არის რომ ძმების ნათქვამი სოლომონის ტაძარი უნდა აღდგეს და ეს ისრაელში მეგონი, ხო და იქ უნდა დაჯდესო რა. მაგრამ როგორ მოხდება და რა მოხდება პოლიტიკაში მოვა, არ მოვა და თუ როგორი სახით მოვა, ეს ვინმე არ იცის, რა თქმა უნდა, შეიძლება მანას თვითონაც არ იცოდეს ჯერ. ამ შეიძლება იცის, არ იცი. ხო.
ანუ ესეც ემთხვევა, რომ ტრამპი რომ მიდის, ანუ ეს ხდება უკვე 30 წლის, ქრისტემ 30 წლის დაიწყო ქადაგება და უნდა უკვე დაიწყოს ჩიპირება რა, ამ მომენტში უკვე რო იყოს ეს ანტიქრისტე დაუშვათ, 30 წლისა უნდა დაიწყოს ჩიპირება და 3 წელიწად ნახევარი იქნება ეს ანუ იმის გარეშე, ჩიპის გარეშე, ნუ ხო წერია ბიბლიაში, რომ მის გარეშე ვერც იყიდი, ვინც ხეთის ნიშანს არ დაისვამს, მის გარეშე ვერც იყიდი, ვერც გაყიდიო. ანუ ჩიპირება მოხდება, მაშინ უნდა დაიწყოს ჩიპირება და ამ ჩიპირებასთან დაკავშირებით ანუ ეს ექსპერიმენტები უკვე დაწყებულია ჩიპირებასთან დაკავშირებით და ის ელექტრონული ფული. ანუ ეს პრეზიდენტობით კი არ დაიპყრობს სოფლიოს და ამერიკის პრეზიდენტს ვერანაირად ვერ შეუძლია სოფლიო დაიპყროს. აი ახლა მიდის უნდა რომ ნატოში შეიყვანოს ქვეყნები, დაშალოს რუსეთი და გახდეს სოფლიო ბატონი, მაგრამ ვერ ქნა, ხო, ვერ იზამს, რუსეთს ვერ მოუგებს, ვერ დაშლის. იმიტომ რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა და რუსეთი რო დაეშალოს საქართველოს განადგურდება ჩათვალე, ანუ განადგურდება იგულისხმება დაკარგავს მართლმადიდებლობას და მართლმადიდებლობის გარეშე საქართველოს უკვე აღარაა საქართველოს. ხო და ანუ მაგი არა აგზა რომ პოლიტიკით და ამერიკის პრეზიდენტობით ჩემი აზრით რომ გახდეს დაუშვათ სოფლიოს მართველი. გზა არის ელექტრონული ფულით. ზოგს ეშლება რა, კრიპტოვალუტა გონიათ ელექტრონული ფული. ელექტრონული ფული არ არის კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა იქნება ალტერნატივა იმის ერთადერთი გზა, რომელიც აი ეს რო შექმნის ელექტრონულ ფულს და დაიპყრობს თელ სოფლიოს, კრიპტოვალუტის გადარიცხვებს ვერ გააკონტროლებს ხოლმე. დანარჩენი ყველა ლარი, რუბლი, დოლარი, ევრო, ელექტრონული რაც ფული იქნება, ანუ ქეში აღარ იქნება, ყველას გააკონტროლებს და დაბლოკავს. კრიპტოვალუტას ვერ დაბლოკავს. ახლა გაგიკვირდებათ რატო ვაკეთებ მე რატო ვამბობ ამ სიტყვას, იმიტომ რომ მე თვითონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, კრიპტოვალუტაზე მუშაობ დიდი ხანია, 2017 წლიდან და ვიცი კრიპტოვალუტა რა ალგორითმით მოქმედებს, დეცენტრალიზირებულია და პროგრამა, რომელითაც აი მისტერ ბისტმა უნდა მოახდინოს ჩემი აზრით აი ამ ბანკის სისტემების დაბლოკვა, ახლა მე ვიტყვი თუ რა ფაქტი და იმ ვიდეოს მე კიდე გადავიღებ მე აი იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილია, რომელიც დაბლოკავს SEPA გადარიცხვებს, SWIFT გადარიცხვებს, MasterCard-ი, Visa კარტი, ნუ ვერ ყველანაირ გადარიცხვის დაბლოკვა შეუძლია. ამ დაბლოკვა არის პროგრამა შექმნილი, რომელიც ბეტა-ტესტირებაც ახლა ხდება უკვე. ანუ შენ იტყვის რომ არისო ეს პროგრამაო, თელმა სოფლიომ უნდა დაემორჩილოსო ამ პროგრამას ახლა. ვინც იქნება ანტიქრისტე იმ უნდა თქვას. ჩემი აზრით შეიძლება იყოს დაუშვათ მისტერ ბისტი. რადგანაც მისი მოქმედებები ემთხვევა რა ბიბლიდან გადმოცემულ ანტიქრისტეს ახსნა განმარტებებს. ანუ ხეციც ქვია, ხეცის ნიშანიც ლოგოტიპიც აქვს შექმნილი და რა ვიცი აკეთებს ისე ყველაფერს როგორც ბიბლიაში არის. თქვენ შეგიძლიათ აი ამასთან დაკავშირებით უცხოსაც მოусმინოთ და ჰიტასაც მოусმინოთ, მაგრამ მე რომ ახლა დამატებით ფაქტებს ვამბობ ამ ელექტრონულ ფილტვთან დაკავშირებით, მათ ამაზე არ საუბრობთ და არ უსაუბრიან, რადგან ისინი არიან იუთუბერები, მე იუთუბერი არ ვარ. მე ვარ უბრალოდ ჩვეულებრივია რა, ეს პირველ ვიდეოს დავდებ ახლა აგერ და ვიღებ ეკრანს, სახეც არ მიჩანს, თუ მე გამომწერები მეყოლება გადავიღებ სახეზეც. ხო და ანუ ამ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებით ვამბობ, ანუ გამოცხადდება დაუშვათ რომ ამ ელექტრონულ პროგრამას უნდა დაემორჩილოს მთელი მსოფლიოს ბანკების სისტემა და ის უნდა მოხდეს გადაწყობა ამ სისტემის და იმ პროგრამაზე დაწყობა. ანუ ის პროგრამა რას გააკეთებს? კარგი თქვა რომელიღაცა ქვეყანამ რომ არ უნდა დავემორჩილო, არ მინდა მე თქვენ პროგრამაში შესვლა. ამ პროგრამას რისი უნარი აქვს? შენ თუ არ გინდა მაგ პროგრამაში შესვლა, ამ პროგრამას შეუძლია შენ რომ დავუშვათ საქართველოს არ შევიდა. კარგი, მაგ პროგრამაში მაშინ უნდა მოწყდეს რა საქართველოს გადარჩენაზეც მე გადავიღებ ვიდეოს თუ როგორ შეიძლება რომ ამ პროგრამას რომ მოწყდე შენ. ანუ სოფლიო ცივილიზაციას უნდა მოწყდე რომ გადარჩე რა. ბიბლიური მდგომარეობიდან გამომდინარე რომ გადარჩე, ანუ ჩიპირება არ მოხდეს შენი. ანუ დავუშვათ გერმანიამ თქვა რომ არ მინდა ეს პროგრამა არ დავემორჩილებ. ანუ რას იზამს ახლა ეს პროგრამა? კარგი, არ ემორჩილები შეინებაა. ესე იგი
აი პროგრამა თუ შენ მას არ ემორჩილებ დაუშვათ გერმანიის ერთ-ერთი ბანკი რაღაცა ქვია და ანუ როგორც ახლა საქართველოს მაგალითად საქართველოს ბანკიდან საქართველოს ბანკში შენ ურიცხავ შენ ზვას ბიძაშვილს ფულს ამ ფულს გადაურიცხავ ხო 100 ლარს ეს 100 ლარი ხო წავიდა შენი ანგარიშიდან მასთან არ მიო ანუ ეს ანგარიში აერში დაიკარგება ანუ ეს პროგრამა გააჩერებს ამ გადარიცხულ ფულს კიდე რა შეუძლია შედი მაღაზიაში და დაადევი რა აპარატზე ბარათი და ჩამოგეჭრა ფული რა ფული ჩამოგეჭრა 50 ლარი 100 ლარი 20 ლარი 10 ლარი რაღაცა და შენ ჩამოგეჭრა ფული მაგრამ იქ არ მივიდა იმ კასაზე არ დაჯდა და კასა არ ადასტურებს აუ შენ იძახი მე ჩამომეჭრა ფული და მომეც ტავარი ის არ მოგცემს ტავარს იმიტომ რომ მას არ დაუჯდა თანხა და ასეთ პრობლემებს შეუქმნის ნებისმიერ ქვეყანას ვაფშე ნებისმიერ ბანკის სისტემას რომელიც ემორჩილება SEPA-ს, SWIFT-ს, MasterCard-ს, Visa-ს მხოლოდ კრიპტოს გადარიცხებს ანუ ბლოკჩეინის გადარიცხებს ზოგიერთს რომელიც არის რაღაც საფუძველზე მე მაგასთან დაკავშირებით გადავიღებ ვერ გააჩერებ ბიტკოინის გადარიცხვას ვერ ეხება და რამოდენიმე კრიპტოს გადარიცხვას ვერ შეეხება იმიტომ რომ მაი პროგრამა მაგას ვერ დაბლოკავს და ეს მე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე მე ბიტკოინზე მუშაობ კრიპტოვალუტაზე და ვიცი არც ვიცავ მე კრიპტოვალუტას და არაფერი პროსტა უბრალოდ ვამბობ ფაქტებს რა და მე მაგ ვიდეოსაც გადავიღებ აი ფაქტიურად ვაჩვენებ თუ რატო ვერ დაბლოკავს კრიპტოვალუტის გადარიცხვას რატო იმიტომ რომ კრიპტოვალუტა არის დეცენტრალიზირებული რა მიზნით კრიპტოვალუტა შექმნილი ახლა ადამიანი დაფიქრდება ალბათ მიხდება ანუ მე ვიტყვი ახლა იმაშინას რომ დაუშვათ რომელიღაც ქვეყანამ მიიღო რა ყველა ქვეყნები მიიღებს პრაქტიკულად ამ პროგრამას გამორჩილებას იმიტომ რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე ყველაფერი იქნება ადვილი და გაკონტროლდება ერთი დაუშვათ ცენტრალიზირებული მმართველობიდან ანუ ეს იქნება ცენტრალიზირებული და იქნება ელექტრონული ფული მე გამოვა ელექტრონული ფული რომელსაც ეს პროგრამა გააკონტროლებს რას დაარქმევენ იმპულს არ ვიცი და ეს ამ ყველამ უნდა მიიღოს ეს ფული რა შეიძლება დატიონ სხვადასხვა ქვეყნებში ის ფულები რა ფულებიცა მაგრამ ამ პროგრამაზე იქნება ჩართული და ამ პროგრამის მორჩილებით გააკეთებს ყველაფერს შეიძლება ასე მოხდეს ხო ანუ დაუშვათ შედიხარ მაღაზიაში რაღაცებს კიბილობ ამ პროგრამას მე გამოცხადდება რომ ვინცო ამ პროგრამაზე დამორჩილებული არის ყველამ უნდა დაიწყოს ჩიპის ჩასმა ხელში აი ეს ჩემი აზრია მაგრამ მე იქიდან გამომდინარე ვამბობ რომ ეს პროგრამა ვიცი უკვე დაახლოებით ეს რა პროგრამა არის უკვე ვიცი ეს პროგრამა ნახული მაქვს მე და ამასთან ვიდეოს ცალკე გადავიღებ და ამ პროგრამას რა შესაძლებლობები აქვს დანარჩენი უკვე ერთი მეორეზე ებნება რა ინფორმაციები და უკვე იქიდან გამომდინარე იტყვი ადამიანი რომ როგორ შეიძლება რომ მოხდეს და თანაც ბიბლიას თუ წაიკითხავ აპოკალიფსის აი ეს ყველაფერი ზუსტად არის აღწერილი თუ როგორ იქნება აი არის განსაკუთრებით მე-13 თავში აი თავი მაქვს ახლა გახსნილი აქა ამ ხეთთან დაკავშირებით არის და მთლიანი აპოკალიფსისი რო წაიკითხოთ გაიგებთ რა ბიბლია უნდა წაიკითხო ისე გაიგებთ შინაარს ხო და აი ანუ ჩემი აზრით ახლა როგორ იქნება მოგიყვებით იმიტომ რომ მე ციფრულ სისტემაზე რომ მუშაობ ვიცი რა შესაძლებლობები აქვს და მე ვგონია კრიპტოვალუტა არის ის ელექტრონული ფული რომელსაც გამოიყენებს ანტიქრისტე არა ის არის ალტერნატივა და ბიტკოინი იქნება მხოლოდ ის ალტერნატივა რომელსაც ვერ დაბლოკავს ანტიქრისტე და რომლის გადარიცხვა შეიძლება რამეს ვერ იყიდი შეიძლება რომელიღაც მაღაზია იყოს ბიტკოინის ღებულობდეს ან რომელიღაც ქვეყანა მაგრამ იმ ქვეყნებს ის აიძულებს რომ ბიტკოინი არ მიიღოს და მიიღოს მისი ფული ანონის სახით ან რაღაც სხვა სახით არ ვიცი რა იზავს მაგრამ ადამიანზე შეიძლება ბიტკოინის გადარიცხვა რომელსაც არ დაჭირდება ჩიპირება ჩიპირების გარეშე შეიძლება გადარიცხვას დანარჩენი ახლა როგორ იქნება და რა იქნება მაგენი არ ვიცი მე ეს ფაქტი ვიცი მარტო ხო და ანუ ეს პროგრამა არის რა უკვე გამზადებული 2022 წელს შექმნილი არის და უკვე გატესტილიც არის რაღაც მიმართულებით 2024 წელს თუ 24-ის ბოლოს 25-ში უნდა დაეწყოთ უკვე ამ პროგრამით მოქმედება რომელიღაც ქვეყნებში ალბათ ამერიკაში მაგრამ რატომღაც გადადეს 2026 წლამდე რა გადადებულია ამჟამად 2026 წლამდე ხო და ჩემი აზრით ის პროგრამა
ამ პროგრამის შესაძლებლობები მაინც ასეთია, როგორიც მე ვთქვი და ამ პროგრამის თავარ ფუძეში დევს 3-6-იანი. ანუ ამ პროგრამისთან დაკავშირებით მე გადავიღეთ მე ვიდეოს და თუ იმე ერკვევა და ამ ციფრულ რაღაცებში გაიგეთ, რომ იმენა 3-6-იანი დევს. ანუ 3-6-იანი იქნება მისი თავარი ფუძე, რომელიც აკეთებს დაბლოკვას ნებისმიერ გადარიცხვას. 3-6-იანი. რატომ დევს ეს 3-6-იანი, ვისი განზრახვა რა არის, ვისი შექმნილია ეს პროგრამა, ვინმე მარიცის, არ ვიცი მე და არც ინტერნეტში არ არის ინფორმაცია, მაგრამ თუ კარგად ერკვევი ინტერნეტში და ამოქეკავ, 3-6-იანი არის იქა, მე მაგას მივცავდი გადავი, თუ დაგაინტერესებს რა, თუ დაგაინტერესებს პირველი ვიდეო, დაგაინტერესებს მომწერეთ და მე მაგ პროგრამასთან დაკავშირებით გადავიღებ. 3-6-იანზეა აწყობილი აი პროგრამა. რომელიც დაბლოკავს ბანკის გადარიცხვას. რომელ გადარიცხვას დაბლოკავს, იგიც ChatGPT-საც რო კითხო, იმანაც იცის უკვე მაგასთან დაკავშირებით. ხო, აი ამასთან დაკავშირებით მე მინდოდა საუბრა და ანუ ამ Mr. Beast-თან რომ ახლა Mr. Beast რა შეუძლია პროგრამით, ანუ აი ინსტრუმენტებს თვითონ თუ ეს ნამდვილად არის ანტიქრისტე, ეს ყველა ინსტრუმენტები გამზადებული იქნება, გზა გამზადებული იქნება, დაგებული დაუშვათ ასფალტი და ზედან იქნება დაუშვათ ასფალტი დაგებულია და უნდა გაიაროს მარტო რა. და იგე რა იღებს იმ ინსტრუმენტს ამ ციფრულ პროგრამას და ყველაფერს არის და უკვე დააწყებინებს მოქმედებას რა. დაუშვათ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც და იაროს და 3 წელიწად ნახევარი იქნება რა ეს დიდი წვალება და მე იქნება მეორედ მოსვლა ქრისტესი, რომელიც უკვე იქ ბიბლიაში ყველაფერი არის აღწერილი რა. ჩემი აზრით ეს არის ანტიქრისტე, თუ დაგაინტერესებთ, გადახედეთ ამ ადამიანთან დაკავშირებით და ბევრ ფაქტებს ნახავთ. ხო, მეგობრო, რაც მე მინდოდა თქვი, ახლა ბევრი რაღაცები კიდე მაქვს და სათქმელი, მაგრამ რომ იუთუბერი არ ვარ და არ მაქვს ეს პროგრამა ჩამოწებული, რა დროს რომელი რაღაცები მოვილაპარაკო, ამიტომ როდიში და არ მაქვს დალაგებული რა ყველაფერი, უბრალოდ გადავიღე ამნაირი სტილის ვიდეო და თუ დაგაინტერესებთ, მე გადავიღებ კიდე რაღაცებს, ვიდეოებს ხოლმე ამ თემებთან, რელიგიურ თემებთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებებს გამოვთქვამ. ხო, საინტერესო კიდე ის არის რა, რომ 1998 წელსა დაბადებული, რომ გაყო 3-ზე, გამოდის 666, 3-6-იანი, ამ ნიშანია რა ვიცი, აბა დაფიქრდით და მიხვდით, აბა რატო 3-ზე რო გაყოფდა მაშინ მურება 3-6-იანი და ბევრი რამე ემთხვევა რა ამ ადამიანის ესე იგი, მამა ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ხო და ახლა აქ რო წერია დავდე ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი ზღვიდან ამომავალი 10 რქიანი და 7 თავიანი და მის რქებზე 10 გვირგვინი თავებზე კი გმობის სახელნი. ანუ ახლა უყურეთ. რავი, ჩემი აზრია, ახლა შეიძლება ეს არ იყოს. ანუ ეს 10 რქიანი მან რომ ამოდის, ამ უკვე შემოდის პოლიტიკაში დაუშვათ იყოს აი დაუშვათ 2026-27-28 წლები უკვე იწყებს პოლიტიკაში მოსვლას ემზადება და 10 კამპანია დაეხმარება ალბათ რომელიღაცა დაუდგება გვერდში რომ მოიყვანოს პოლიტიკაში. ხო და ან ეს 10 რქიანი რო იგულისხმება, ან ეს არის მისი რქები ახლა გაჩვენებთ. ანუ ამას აქვს ცენტრალური არხი 379 მილიონი გამომწერით და აქვს კიდე აი ასეთი არხები პატარ-პატარა სხვადასხვა ენებზე. სოფლიოს ყველა ენაზე ქართულზეც არის და ითარგმნება ამის გამოსული ვიდეოები და ერთ არხზე რო დადობს, ყველა არხზე ავტომატურად იდება და ანუ 60-მდე არხი აქვს რა და დასაწყისში ალბათ რა ვიცი შეიძლება 10-იც ქონდა. ანუ ეს არხები შეიძლება იყოს მისი რქები, არ ვიცი, მე ახლა მაგაში ვერ ვიტყვი მაგას, რომ არის თუ არა მისი რქები, ანუ ხო ხედავთ რამდენი არხები აქვს. 21 მილიონი. ყველგან ეს ხეთის ნიშანი აქვს დადებული. Mr. Beast, აგერ 169 მილიონი. ძალიან ბევრი არხები აქვს, 25 მილიონი. ასე შემდეგ.
ეს არის თავარი მისი ყველაზე თავარი არხია. ხოდა ახლა ჩემი აზრის შეხედულება შეხედავ სიმპათიური ბიჭია დაუშვათ, ხო? მაგრამ რაღაცა ჩემი აზრით და ჩემი შეხედულებიდან ძალიან მართლა მხეცივით გამოიყურება, აი სუკბილები ასე აქვს რა დაკრეჭილი. ხოდა გამოიყურება რა ისე რა გავს მართლა გავს რა არ გავს კეთილ ადამიანს არ გავს აი ესა რა კეთილ ადამიანს ჩემს გამოხდის ჩემი შეხედულებიდან კეთილ ადამიანი ლუციფერს გავს იმენა სიკეთებს აკეთებს ძალიან ბევრს ანუ ბიბლიაში ხო წერია რომ სიკეთის სახით მოვა რა კარგი არის ომებს გააჩერებს ანუ სიკეთებს აკეთებს ახლა ალბათ დიდი ომები დაიწყება და ამის მოსვლა რო იქნება ალბათ გააჩერებს ომებსაც რა ანუ ქველმოქმედებას აკეთებს ბევრ სიკეთებს ფულებს არიგებს და ანუ სახეზე ემჩნევა რომ რაღაც მიზნით აკეთებს ახლა რატო უნდა დაირქვას ხეცი 12 წლის ბავშვმა რატო უნდა ჩაიფლას მიწაში და მერე გაცოცხლდეს 3 დღის მერე ანუ რასაც ქრისტე აკეთებდა რომ ხალხს თვალებს უხელდა მტრებს აცოცხლებდა ანუ ოპერაციებს უკეთებს გულის ოპერაციებს პაშტი თითქმის მტარ ადამიანებს აცოცხლებს ანუ და ასეთ რაღაცებს აკეთებს რა პირამიდაშიც იყო ჩასული ამ დროს რაღაც მიზნით არ ვიცი მე ხოდა ანუ პირამიდასთან დაკავშირებით ეს იყო პირამიდაში ჩასული დადიოდა რა პირამიდებში და ამის მერე ხდება აღმოჩენა არის ინტერნეტში ვიდეო თუ დაგაინტერესებთ ნახეთ რომ პირამიდას უცხოსაც აქვს მაინც მგონი დადებული პირამიდებს აქვსო იგენიო რა ფესვებივით რაღაცა ამოდენიმე 600 მეტრის სიმაღლეში კინები რა რაზეც დგას მაგი და დენზღებულობდაო ვარაუდობენ ანუ ეს რო ჩავიდა იმის მერე მოხდა მაინც ანუ მაგის გამორკვევა ხო და აი ასეთი ვიდეო იყო მეგობრებო არ იცი კარგი გამოვიდა ცუდი გამომივიდა რაც შემეძლო ვილაპარაკე მადლობთ ყურადღებისათვის თუ რამე დაგაინტერესებთ მომწერეთ გიპასუხებთ და ვიდეოს გადავიღებ კიდე აი ციფრულ პროგრამასთან დაკავშირებით თუ დაგაინტერესებთ მადლობთ ყურადღებისათვის კარგად გრძანდებოდეთ